ბაბუ რომელმაც საკუთარი შვილიშვილის ცხოვრებაში მოახდინა სასწაული. ხარ ჯადა თავი ბაბუა ბაბუებს შორის. თვითონ მე არ ველოდი ჩემი თავისაგან ამდენს. იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება სპორტში მაგადარებული. მე უბლობაში გავიდარდე. მე 4 კლასში ვიყავი, მამა რომ გადამეცვალა. დედა უკრაინელი ვიყავდა და ავედი უკრაინაში. მოინდომეს ჩემი იქ დატოვება და იქანა უნდა მეცხოვრა სკოლაში შევედი. ყველაფერი გამზადებული ჰქონდათ, მაგრამ ერთშენიერ დროს ქართული სიმღერა გავიგონე რადიოში და გავაღვიძე ყველა. მოუთხარი გრუზინსკა პესნია და მივადექე დედა შემოუთხრა აგიო მე თუ ეხლაო აგი აქ დავტოვეო რო გაიზრდება მაინც დამტოვეს. უნდა ჯობია წავიდე საქართველოში. უი რასა? და ჩამომიყვანა აქ. აი თელი მოყვათ? აბა დედამ მომიყვანა და თელი ჩემი ცხოვრება სანამ დიცოცხალი ვიქნები დედა ჩემის მადლობელი და მადლიერია, იმიტომ რომ საქართველოში ჩამოვიდა. რაც შევქმენი შემდეგ რაც გავაკეთე, ყველაფერი დედა ჩემი დამსახურება არის. აი ეგ არის ჩემი მოდი ვაგო ბაბუ. როგორ ხარ? ბაბუ როგორ ხარ ბაბუ? როგორ ხარ? აი ეგ არის ჩვენი შრომის უზარმაზარი შრომის ნაყოფი. აი, მეცადეთ ამას ესე დავდებ, რა გიყუროთ და ესე იგი, რამდენი წლის წინ გაჩნდა თქვენი შვილიშვილი? 2004-ში აი რო დაიბადა ვაგონა თვითონ მე ესე გეუბნებით რომ მთელი საქართველოს დავაგანა ფეხზე რომ ჩემი სახელი, გვარი, მამის სახელი ერთი გვაქვს მე და ვაგონას და უბედნიერესი კაცი აი კაიფები ქონდა არის ახალი წელი გეგონებოდათ ისეთი ამბავი იყო და იზრდებოდა როგორც ჩვეულებრივი ბავშვი ისე ყველაფრით აი თავის დროზე არ ქონია პრობლემა არც ზრდაში არც წონის მატებაში არაფერში პრობლემა არ ქონია მაგრამ რო სახლში ცხოვრობდა კი როგორ არის და რო დაიწყო საუბარი ლაპარაკობდა მეორე პირში გინდა და ეს ნუ მაშინ 2006 ორი წლის იყო მაშინ და 2006-ში აუტიზმზე მაშინ ძალიან მწირის იყო რა ქვია ინფორმაციები და რო ეს იყო უცნაურობა. ეს პირველი და მე რო გავიკითხე რატომ და პასუხი რო ვერ გამწეს წავიყვანე თბილისში. იაშვილის კლინიკაში მივიყვანე იქანა 3 დღე მყავდა და დაუდგინეს აუტიზმი F84 მცირე გონებრივი ჩამორჩენილობა. რამდენი სიყვა ამ დროს? 2 წლის. აი გეუბნებით რომ რაღაცა უზარმაზარი სტრესი იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახის. აი რატო რა იყო? რატო და ჯერ არ ვიცოდი აუტიზმი რა იყო. ხო და უკვე ვიცოდი რომ ნუ ექიმმა რომ თქვა რომ ეს ასე არის და ცოტა დამიწყო ერთი ფსიქოლოგი იყო თბილისში მეტი კი არა. ასე არის რომ დამიწყო და ამას ფსიქოლოგი უნდა და ასე უნდა და ყოველწუთში ასე მოკლედ ესე იგი არ ვიცი რა დღეში ჩავარდი და აი რა იფიქრეთ მაშინ თქვენ ფიქრეთ რა გაგახსენეთ? ნუ რო აი მეგონა რომ უკვე всё ესე იგი აი ჯერ არ ვიცოდი სიმპტომები რა იქნებოდა ამ დაავადების, მაგრამ თქვი რომ დევიღუპე კაცი დამექცა ოჯახი, მეთქი აი იმ დონეზე მივედი რომ თანაც რომ არ ვიცოდი იგი იყო. ინფორმაციის არფლობის შეგეშინდათ უფრო თუ იმისი რომ არ იცოდით რა ელოდებოდა. განკურნებადი არაო მითხრა. აი ასე მითხრა პირდაპირ ექიმმა რომ ამას დიდი მაგარი მუშაობა ჭირდება, მაგრამ განკურნებადი არ არისო და აი უკვე ვიფიქრე რომ რომ არ ვიცოდი ყველაფერი უარესობისკენ გადავედი და ერთადერთი ფსიქოლოგი იყო თბილისში და ჩავიყვანე იქა და 30 ვიხდით საათში. 2 შემყავდა იქ. მე გაჩნდა გურიაში ფსიქოლოგი და ჩამოვიყვანე გურიაში და ჯერ ვატარებდი მასთან ბინაზე და მყავდა. ამასობაში აი აკონას რა სიმპტომები ემატებოდა? ეს ბავშვობაში იმდენი არაფერი ჩვეულებრივად, მაგრამ ნუ პრაქტიკულად რაც შემეძლო დავიწყე ის რომ აი ვასწავლე ბავშვს სოფელში ის რა უნდა პატარა იყო მაშინ იქ მივიყვანე ვასწავლე სცენარე ვასწავლე აი ცხოველი მაგრამ ეშინია ყველაფრის ქათმისაც ეშინია ხო და ბოლო ხეზე ასლა ვასწავლე დამყავდა მდინარეზე თანდათანობით რომ წამოიზარდა უკვე აი ცხენზე ჯომა ვასწავლე და დადიოდა ცხენზე ვაჟენდი და ერთი აი მოზრდილი ინსყავდა
მოზვერითი და იმაზე შევაჯინე და მოყავდა მას თვითონ და გადავიღეს ვიდეო და ეწერა გურული ხავბოი. ესე იგი ასეთი და ყველაფერს ვთილობდი გეუბნებით რომ აი თუ კი რამ შეიძლებოდა არ დამიტოვებია არაფერი, მაგრამ თეორიულად არ ვიცოდი არაფერი. ყველგან დამყავდა თუ კი სადმე მიდიოდი. აი თვითონ ბავშვში რა სიმპტომები შემოდიოდა? აი გაუცხოვლობის სინდრომი, ეს აუტიზმის პირველი ის არის, რა ქვია. ესე იგი როგორ არ შემოდიოდა კონტაქტში. აი თვალით კონტაქტზე არ მოდიოდა. თბილისში ახალი ის იყო ორგანიზაცია დაფუძნებული და იქ მიმიყვანეს და მის ხელში მაი შენ ვალერი აგერ არის და ვაგონა მოიყვანე დატოვე ჩვენთან. ერთ პატარა ოთახში გამოკეტილები და ბავშვო გავუშვებდნენ, თოკი ქონდა მული და მოყავდათ უკან. მე უთხარი მე ამას აქ ვერ გავაჩერე, ამის თვინ ვაგონა არ მემეტება. და უკვე მივეძალე. ყველაფერს დავანებე თავი და მივეძალე, მაგრამ რა არის ახლა? რას გულისხმობთ მიძალებაში? მიძალება რაფერ და ყველაფერზე ვათვისნობიერებდი. ყველგან მიმყავდა, არ ვადლებდი იმის უფლებას რომ შემომჯდარიყო კიბეზე დაждდებოდა კიბეზე და ასე რო ხელდი იმ წუთში მივარდებოდი, ბაბუ წავედით ბაბუ იქეთ გარდატეხის ასაკში, იქიდან დაიწყო ჩვენი უბედურობა. გარდატეხის ასაკი რო კი დაიწყო, წავიდა უკვე ნერვიული აშლილობა. უკვე ჩავედი თბილისში სპეციალურად და ადრიანი ტრეინინგი გავიარე გარდატეხის ასაკთან დაკავშირებით. რა არ გავაკეთე? აი საუკეთესო უროლოგი, ნევროპათოლოგი, ვისთან არ ვიყავი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ესე იგი ყველა ისე თბილისში ყველა ორგანიზაცია მოვლილი მაქვს რომ რა გავაკეთო, რა ვქნა, მიშველეთ რაღაცა, აი არც იმ დონეზე მივედი, არაფერზე არ ვიხევდი უკან. გავყიდე ყველაფერი, თუ გრამ მქონდა 2009 სხვა ქვეყნებში დადიან, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს იხმარენ, რომ ეს უნარები გამოიმუშაონ აუტისტური სპექტრის ადამიანებთან სამუშას თქვენით გაქვთ. აი ამ გურულმა ბაბუა. სად მიაგენით აი ამ ყველაფერს? ის რესურსებს მოძებნეთ, ის მოძებნეთ პოლონელების მოძებნეთ, ამერიკელებით, ჩინელებით, იაპონელებით, ყველაფერი მოძებნეთ, ყველაფერი დაატრიალეთ, ყველაფერი გააკეთეთ, ანუ რანაირად? გურული ანდაზა არის, გაჭირება მანახე და გაქცევაზე ნახე. არ ვიხევდი არაფერზე უკანო რაღაცას მიმეღწია. და ეს ახლა ჩემი ამხელა ბიჭი თანასე აი რა იყო მე ყველაფრის ეშინოდა აი ახლა შეიძლება თუ რაღაც მოვიტანო ამ წუთში მოვიტანა აქ აგერაგეთ აი ეს უყიდე სპეციალურად ეს გერმანული გამოშვება არის ნუ მოყვარულებისთვის არის ეს დიდზე მუშაობდა თვითონ და ეს პატარა უყიდე ამის დანახვა არაფერს არ შევნია. ამოგვიძვირდა და მე კიდე აღმოჩნდა და დევით. დიდი თამო. აგერაგეთ ბაბა აგერა. ჯერი ველოსიპედის ტარებაზე იყო რომ აი იმდენი ვიწვალე და ვასწავლე.
მაღაზიაში დავტოვებდი, ვიყიდდი ბანანს. დავტოვებდი მაღაზიაში, სოფლის მაღაზიაში და მეუბნებოდი, ვაგონა, აბა მიდი ბანანი იყიდე მეთქი, დაჯდებოდა ველოსიპედზე, მივიდოდა იქ მათმა იცოდეს, რა გინდა ვაგონა, ბანანი გინდა. და ისემდნენ ბანანს და მოიტანდა სახში. და მას ჰქონდა შეგრძნება თითქოს მანიყი. მათ მანიყიდა, მაგრამ რა არის ახლა ორი ცალი რომ რამე მიცეთ, ერთ ჭამს, მეორეს არა. იმ მეორეს აიღებს და მის დაიკოს მიცემს. არავითარ შემთხვევაში თუ კი რამე მე ყოველთვის ყიდულობ ორს, თუ კი რამეს ყიდულობ, ის ერთს აიღებს, მისაც ჭამს და მეორეს ხელსაც აკარებს, აიღებს და დაიკოს მოუტანს. აქ უნდა ცხოვრობს მარტო თქვენთან თუ მეორე მისიდაც აქ ცხოვრობს? ორივე სახლში შვილიშვილებში, კი, ჩემთან. ანუ რაღაც ისეთი შეგრძნება მქონდა რომ თქვენ და აქ უნდა რაღაც თქვენი სამყარო გაქვთ. გვაქვს ჩვენი სამყარო, იმიტომ რომ აი ეს ორი ადამიანი ვართ ერთი. იმიტომ გვაქვს ჩვენი სამყარო, იმიტომ რომ მე უბრალოდ აი ვაკონას ერთი თვალის რო დაეწყოს ახლა ხანდახან ეწყებოდა ეს რა. აი ციტები ეწყებოდა და იმ წუთში ვატყობ, მე თვალზე ვატყობ იმას რომ აი როგორ და რა. თქვენ სამით გძნობს ვინმე? არა, მე მგონი არა, მე იმიტომ რომ განაახლავი განსხვავება არის, ვინმე გინდა ბებია იყოს, გინდა დედა იყოს, მაგრამ მე მაგის გარე აი უბრალოდ რომ მივიდივარ ოზურგეთში და სასახურში და ვაგონას ტოვებ სახში 2-3 დავრეკავ გზიდან, როგორაა საქმე? აბა ჰაჯმელი ჭამა ასე უბრალოდ დაავადებული ვარ, უკვე დაავადებული გავხდი რომ აი იმდენად ვარ დამოკიდებული ვაგონაზე როგორც ჩემზე არის დამოკიდებული. როგორ გაგრძნობინებთ სიყვარულს? იცის როგორ ახლა ჩამოხვდება და ასე თავზე დაიწყოს რაც საერთოდ მაგათ უყვარს მოძრავი რაც მოძრაობს უყვართ ის პატარა რომ იყო ხობეზე გადახდებოდა და მანქანა რომ მოდიოდა დაუწევოდა ქვეშ პრობლემები ყოფილა მაგრამ იცოდა ყველა რომ ესე აქ გაევლიდან ძალიან ნელა მიდიოდნენ აი მე რას სამოქრო აკუნას ეყურებინა კი მაგრამ სულ ყველა ნელა მიდიოდნენ რომ ბავშვი დაენახა იმდენად დამოკიდებული ვარ მასზე იმდენად დამოკიდებული ვარ მასზე რომ ერთი წუთი რო არ ვნახო ალბათ არ ვიცი რაღაცა ისეთ იმას კორონა მქონდა 18 დღე ვიწექი რეანიმაციაში და 14 დღე აპარატზე ვიყავი შეერთებული. და მოდი ისე ვიყავი უკვე და გადავჭი იქიდან, იმიტომ რომ ბევრი მაგასაკეთებელი და ამიტომ ღმერთმა ეგრეზევი და იცის ყველაფერი ჩემზე. და რომ მოვედი სახში, აი ჭიშკარში როგორ ჩამოვედი, იქით და კიდეზე იქით დაჯდომა. რო გამოიცა პირველი შემთხვევა იყო რომ ემოცია გამოხატა. პირველი შემთხვევა იყო, აი რომ მოვარდა და ჩამეხუტა, წევიქცეოდი ხალხს ხელმომანი მიეკიდა. აი სიხარული. პირველი შემთხვევა მე მაგიდან ემოცია არ მინახავს, მაგრამ პირველი შემთხვევა იყო და რო ჩავეხუტე ახლა სერმი მომადგა ფალდეგე. 2016-ში ორგანიზაციაში გასაუბრება გავიარე და პირველი კაცი მოხვდი სიაში. სულქალები იყვნენ? სულქალები იყვნენ და კონფერენციაზე რო გავედით 500 ის იყო რა ქვია კონფერენციის მონაწილე თავისი ბავშვებით იყვნენ საქართველოს ყველა კუთხიდან და მე რო გამოაცხადეს რომ ასეო გვესწრებაო ჩვენო აქო ბაბუაო რომელმაც ოქროს სერტიფიკატი აიღოო და რო ავდექი გავხედე ყველა ქალები ხო და ნუ დავიწყე საუბარზე არ მეშლება ხელი იმიტომ რომ ამ თემაზე შემიძლია წყალში რო ჩავყვინთო იქანას ვილაპარაკო აკვალანგის გარეშე და რო დავიწყე საუბარი იმათთან შესვენების პერიოდში ფოტომოდელი გავხდი. ყველას უნდა და ქალებს ჩემთან სურათი გადაეღო. ყველა შეხვედრაზე ვამბობდი რომ მამაკაცებო ცოტა გამოიფხიზლეთ, ნუ დატოვებთ ქალებს ამ პრობლემის წინაშე. სულ ყოველთვის მაგას ვამბობდი. თქვენი მთავარი ოქროს წესი და საიდუმლო თვითნასწავლი, რომელიც შიგნით ქონდათ არის ის რომ ინტეგრაციას ახდენდით ბავშვის ყოველთვის ყველაფერში. ერთ-ერთი აგია რომ პირველი მაგია რომ არ ჩავკეტე და მეორე უზარმაზარი ნებისყოფა უნდა და უზარმაზარი მონდომება უნდა. ეს ამას დღეს გავაკეთებ და ხვალ ვერა მაგი არა. აი მუდმივი კონტაქტი და მუდმივი ურთიერთობამ გამიყვანა შედეგზე. ამ მუდმივობამ გამიყვანა შედეგზე. საკუთარ ცხოვრებაზე უარი თქვით? მე კი. ყველაფერზე ჩავიქნი ხელი, აი შემეძლო რომ აი ბევრი რაღაცა სახლის მომემატებია, რაღაცა უფრო მეტი გამეკეთებინა, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი იყო ვაგონა. და დღესაც აგია. ეხლა ვარ 73 წლის. უკვე ჩემი მეშინია, ჩემი თავის რომ ისე მინდა მოვაწყო რომ აი ვამბობ ხშირად რომ გაცინებული რომ წავიდა ამ ქვეყნიდან იმდენი მინდა რამ გავაკეთო. ვაკონ განამარტო ვაკონას კი? ხო და ეს გაცინებული რა შემთხვევაში? გაცინებული კმაყოფილი ჩემი თავის კმაყოფილი. რა იმ შემთხვევაში რომ მე რომ მინდა
მე რომ მინდა ვაკუნას ისე რომ დავტოვე. როგორ გინდა? როგორ მინდა რა თავის მოულა რო შეძლო? აი რო გაუშვებენ სადმე იცოდეს რომ მივა იქ რა უნდა მოითხოვოს ფულის ცნობა თანდათანობით ვასწავლე და სწავლობდნენ ნელა ეხლაც აუტიზმის აქამდე ერთი ძალიან ძლიერი მიდრეკილება ერთ რაღაცას კი აუტიზმ გენიოსები არიან ვილისი მყავდა აქ მანქანა და ვასწავლე მოვიტანე რაღაცეები და იმას ვაშლევინებდი დაშლიდა ტიორკით იმას დადებდა მე ისეთი მარტივი მოვიტანე და ამიწყვე მეთქი მოუთხარი ავაწყობინე მე ოზურგეთში სპეციალურად ჩავედი გადავამზადე ზეინკალი მანქანის სამწყობი ზეინკალი მივიყვანე ვაგონა ხო და ვაგონა მოხსნიდა ის გააკეთებდა ვაგონა მიემნებდა ის აი ხედავთ ანუ ყველგან ხედავდით რაღაცის ნაპერწკალს რა ანუ გაიდლაინით კი არ მიყვებოდით ამას დაწერილი წესით რომ ესე უნდა ქნეს არა ბავშვს აკვირდებოდით და ბავშვს მიყვებოდით რა ეგ არის თქვენი მთავარი საინტერესო და ყველანაირად თვითონ ესე იგი მისგან ვიღებდი აი მაქსიმუმს ისის გამოგება მისგან შეიძლება და მაქსიმუმ და მე აქედან ჩემო ბრატ ვაწვდი გაცნობა შეფისაც ეს ახლა ცოტა მარჯვნივაა გადახრილი არა თქვენ გეჩვენება დარწმუნებული ხართ კი დარწმუნებული მე მგონი გადახრილი არა მგონია თქვენ ცოტა ან დეგერ შევამოწმეთ ან ეზო გააქვთ კი დიდი ეზო მაქვს უკან ორი მდინარე ერთი პატარა ერთი დიდი თქვენი მდინარეები გაქვთ შეიძლება ითქვას ჩემი მაგრამ ახლა მაშინ ვთქვი უნდა ბევრი რაღაცა დაჯექით რამე აქ ჩამოჯდები და ინტერვიუს დავიწყოთ თქვენ ხომ არა თქვენი ტურიზმი რაზე უნდა აწყოთ ჩემი ტურიზმი კონცეფცია და თემა რა გექნებათ არის რეკრეაციული ტურიზმი მაგალითად რაც ბათუმში ხდება ან ყაზბეგში ან რაღაცა ჩემთან იქნება უფრო შემოქმედებითი საზოგადოება ბევრს მაგალითად აკლია ასეთი ცეცხლთან ჯდომა ან რაღაცა საინტერესოზე საუბარი ან ხატვა ელიზბარ მოდი ბავშვებიდან დავიწყოთ სად გაიზარდე პირველი 7 წელი მოსკოვში ვიყავი მშობლების სახლში მამაჩემთან როდესაც ვიყავი მის სახლში ვცხოვრობ ნუ ის სადაც დავიბადე დედაჩემთან როდესაც ვიყავი ვქირავდით 4 წელი იყავი სკოლა ინტერნატში ხო 4 ნუ რამოდენიმე მიზეზი იყო ამის პირველი ის რომ მე და ჩემი ძმა ვიყავით რთული ბავშვები ძალიან ეს იყო პირველი მიზეზი იმიტომ რომ იქ რაღაცა რეჟიმია დისციპლინა და ჩაგეტილი სივრცე სადაც ვერ გადიხარ აი სულ ხო ვიცი კი მეორე იყო ალბათ სიღარიბეც აი რა ტიპის სიღარიბეში გაიზარდე საჭმელი გიჭირდათ საჭმელი აი სიმართლე გითხრათ საჭმელი არ გვიჭირდა მაგრამ მაგალითად ციგნი გვიჭირდა ან გვიჭირდა ტანსაცმელი შეიძლება რაღაცა გვაჩუქებდა და ჩავიცვამდით ტანსაცმელს გვიჭირდა ხანდახან საჭმელიც გვიჭირდა მაგრამ ზოგი ეს უფრო დედის მხარეს თუ უფრო მამის მამის მხარეს საერთოდ არ კითხულობდა ჩვენს თავს საერთოდ მამის მხარეს მამის მხარე არა იმდენად უფრო მამას ჰქონდა ისეთი მოსაზრება ან ჩემთან ან რაც უნდათ ის უხნია რაღაცა ასეთი ესე დააყენა საკითხი ხო თუმცა ჩვენზე ბრძოლობდა რაღაც მომენტში იყო რომ ჩვენ იქ უნდოდა რომ მასთან ყოფილიყავით მაგრამ მამა ჩემი იყო ძალიან რთული ადამიანი რა თვალსაზრისით რაღაც ტირანული გამოვლენებებიც ჰქონდა ძალიან კაცრად გვექცეოდა დედა ძალიან ძბილი ხალია დედა ჩემი ძბილი ხალია და ამიტომ დედასთან მირჩევნოდა ამის გამო იმიტომ რომ ორი სხვადასხვა იგი იყო პლანეტა ჩვენთვის. დედა იყო რბილი, მამა იყო ძალიან რთული ადამიანი. ანუ უმამოდ გაიზარდე? თუ ალაგებდით მაინც ურთიერთობას მამასთან? არა, უმამოდ გავიზარდე, იმიტომ რომ თანაც გვეშინოდა მისი. არა, შემდეგ დავბრუნდით მასთან 14 წლის როდესაც ვიყავით, ვიცხოვრეთ 2 წლამდე. ხო. მაგრამ როდესაც დავბრუნდით, დავრწმუნდით, რომ პრინციპში ჩვენი ბავშვური მოსაზრება და ინსტინქტები და რაღაცა სწორი იყო. შიშებიც მათ შორის. ხო, მაგრამ ერთი მომენტი იყო ძალიან საინტერესო, ესე მახსენდება სულ. როდესაც მამასთან ცხოვრობდით, საბავშვო ბანაკში გაგვიშვა მე და ჩემი ძმა. ხო. და მამაჩემთან სულ ის მოიტანე ის წაიღე, ამ დროს უნდა დაწვე, ამ დროს უნდა ადგე დილას ძალიან გვავარჯიშებდა, ძალიან მაგრად გვავარჯიშებდა, შეიძლება გული გამჩერებოდა, ისე გვავარჯიშებდა და
რაღაცნაირად ისე უყვარდით თავისებურად, როგორც ნივთი თუ რაღაცა და გაგვიშვა საბავშვო ბანაკში არავინ არ გვეუბნებოდა რომელზე ადგე ის გააკეთე აქ დაჯექი. და ისე მოგვეწონა იქ ყოფნა და როდესაც დავბრუნდით, ფიქრობდით რომ ნეტა კარგად არ შეხვდეს მეთქი. და აი ზუსტად იმ დღეს კარგად შეხვდა. და შემდეგ დღეს ვიცოდით უკვე დაგეგმილი გქონდა რომ წავიდოდით მამიდან დედასთან. იმიტომ რომ გვიჭირდა, აი ფიზიკურად გვიჭირდა იქ ყოფნა, მენტალურად. და მეორე დღეს რომ მივდიოდი, გვახსოვდა რომ ის კარგად შეხვდა. და ვერ წახვედით. არა, წავედით მაინც, იმიტომ რომ დედასთან უფრო ადვილი იყო ჩვენთვის ცხოვრება. ხო, მაგრამ აი მამის ამ თვისებებმა და რაღაცა იძულებებმა რაღაც უნარები არ გამოგიმუშავა? არა, ხო? მამის ამ თვისებებმა მე ასოციალური გამხადა. მაგალითად და ინტერნატმაც პრინციპში, იმიტომ რომ როდესაც დილით დგები და 9 წლის ბავშვს გეუბნებიან, უნდა დადგე ერთად, მიდიხარ მერე უნდა ვარჯიში რაღაცა, მერე ამ დროს ვახშამი და რაღაცა. ამას გევექეცი, თავიდან რომ მოდიოდა სამუშაოს ძებნის დრო, მაგალითად როდესაც ვიყავით 16 წლის, 17 წლის, 18 წლის, რომ მაგალითად არის მენეჯერი ან უფროსი შევიდა გავალებს რაღაცას. მისმის. თავიდან ამ ყველაფერს 5 დღე შემეცვლე რეჟიმში ყოფნა. და შემდეგ უკვე მიჭირდა ძალიან, იმიტომ რომ მან მამაჩემი მახსენდებოდა, აი სადაც გეუბნებოდნენ რომ დატრიგერებდა იმაზე. ხო, აი შეასრულო რაღაცა გეგმა, ან ამ დროს უნდა მოხვიდე, ამ დროს უნდა წახვიდე. ანუ უნდა დავალდებულებები და მასთავი და მაშინვე ის. ხო, აი შინაგანი სტრესი და მიურბოდი ამას. ხო. ხო და მიჭირდა ძალიან, აი 20 წლის, 22 წლის ხარ დაკომპლექსებული, ბევრ რაღაცას ვერ ბედავ. ბევრი რაღაცის გეშინია. ხო. გეშინია შინაგანად, უფრო რომ არ გამოგივა და გაგაკრიტიკებენ ან ხო. ან დაგსჯიან, ასეთი რაღაცები შინაგანი და ამან მომიყვანა ხელოვნებაში. ჩემი ძმა რელიგიაში წავიდა. მართლა მღვდელი გახდა? მართლმადიდებლურ ეკლესიაში მსახურობდა ჩვენს რაიონში. ეხლა როგორი ძმობა გაქვთ? ეხლა მას მეუძახი თეო ვან გოგს. სულ მეხმარება ჩემი ძმა ყველაფერში, მაგრამ ვერ მიგებს ვერაფერში. ჩემი ძმა არის უფრო პრაქტიკული ადამიანი. მამა რო გარდაიცვალა რა ემოცია გქონდა? გული მეტკინა ძალიან. იმიტომ რომ მამას თავისებურად უყვარდი. ვახსენდებოდა კარგი ადამიანის, იცით რა, აი რომ მასაც რაღაცა ცხოვრება ჰქონდა განვლილი და მასაც თავისი ბრძოლა ჰქონდა, შეიძლება არ ეყო მობიერება, შეიძლება არ ეყო განათლება. ანუ გაუგე მამას საბოლოო ჯამში. ხო, გაუგე, იცით, შემეცოდვა მამას ჩემი ძალიან. რომ მამა გარდაიცვალა და ვიცოდით რომ რაღაცა მოხდებოდა. აი გვექნებოდა ან დაპირისპირება, ან მეორე ოჯახთან? ხო და იქ არის ჩვენი პატარა ძმა, ნახევარ-ძმა სოლომონი, რომელიც ძალიან გვიყვარს. მამა ჩემთან თუ არ ქონდა ურთიერთობა, სოლომონთან ყოველთვის ქონდა 30 წლის რომ გავხდი, სოლომონი მოვიდა. ჩემს ნახატებს უტევდი, ძვირ ნახატებს სოლომონს. იმდენად ახლო ურთიერთობა ქონდა, მაგრამ გააფუჭეს ეგ ურთიერთობა? 15 იანვარს სოლომონი გვილოცავს დაბადების დღეს მე და ჩემ ტყუპს. და 6 თებერვალს ჩვენ გებულობთ, ნუ კომპიუტერში ფოსტაზე მოვიდა რომ 3 თებერვალს სოლომონმა გვიჩივლა სასამართლოში. აი. ხო და მე და ჩემმა ძმამ ტყუპმა ამას დავარქვით იუდას მოლოცვა. ნუ იყო სასამართლო, რომელიც ჩვენ წავაგეთ, გამოთქმა იცით, რაოდენ მართალიც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს თუ შენი სასამართლო ტარდება რუსეთის ფედერაციაში. ხა, ზუსტად. როდესაც ამ შენებლობას შევეჭიდეთ და ამ დროს მამა გარდაიცვალა, უკვე ჩვენ თვითონ ორმა ძმამ რაღაც მომენტში ვერ გავწვდით. მაგრამ იცით, იყო იმის ბევრჯერ ჩემთან კომუნიკაცია ნათესავების მხრიდან, რომ რა თქინდა მაქა, რა უნდა ქნა, შენ ცხოვრობ მოსკოვში, შენ მაგ ვერ გაძლებ, მოლაპარაკე, მოსაუბრე არ გეყოლება მაგალითად ხომ? მაგრამ მე ის ვიწედა მამატე, შემდეგ ის ვიწედა მამატე, შემდეგ იქა დავამატე. არ მიყვარს საზიარო არაფერი. და აქ არაფერი, აი შეხედეთ რა როგორი მოშორებულია ჩემთან, ჩემი სახლი ყველაზე შორსა საერთოდ მეზობლებთან. ეს თანაც თუ დაგეგმარებას თუ დააკვირდებით, გარედან კი მე მოუხსენი. აივნები არის დიდი, მაგრამ ჩაკეტილი, რომ თავისი ხალხისთვის იყოს ეს აივანი, ყველასთვის რომ არ იყოს. ინტროვერტი ხარ? ალბათ ხო, მაგრამ არა იმიტომ რომ არა იმდენად რომ ხალხი არ მიყვარს, არამედ იმიტომ რომ მოსაუბრეს ნაკლებად ხედავ.
არ ვარ მიმართული აი რაღაცა მოხმარებაზე და რაღაცა არ მაინტერესებს მანქანა მაგალითად ან კომპიუტერი ან ტანსაცმელი მიყვარს, კარგი ტანსაცმელი მიყვარს. შენ გურიასთან შეხება ბავშვობაში არ ქონია? მქონია როგორ აი ბიძაჩემი იყო გურული დეიდაჩემის ქმარი. ან რატო იცი ბადგენ რატო გურია? ნამდვილად ვიღაცა მოდის ალბათ რაღაცა დავაშავეთ მეთქი ვთხარი, იმიტომ რომ ადამიანი გადმოდის, ძაღლი მოყვება, რაღაცა ბავშვი მოყვება, ვიფიქრე ალბათ საქმის გაგარჩევა იქნება, ვიხდით. ხო და გამეცნო მე ვარ შენი მეზობელიო რაღაცა და მე ვთხარი სად რა დავაშავე, ხომ არ ხმაურობთ, ხომ არ რაღაცა ჩაკუჩი რა. არა, უბრალოდ შენი მეზობელი ვარ და რა დაგეხმარო მითხრა. და ჩემთან ერთად დაბარა და რაღაცები გამარგვა და თესვა ყველაფერს მიკეთებ და მეზობლობა ვიცი აქ რომ უფრო არის, მაგრამ ამდენად თუ იყო ნამდვილად არ მეგონა, აი ესეთი მეზობლობა მე არ ვარ მიჩვეული. მოსკოვიდან უნივერსიტეტიდან გამოგაგდეს. გამომაგდეს, იმ წელს გამომაგდეს. ის წელი დავკარქე. რატო გამოგაგდეს? მეგობარმა დამირეკა, ჩემი მიახლო მეგობარია და ელიზბარ 227 აუდიტორიაში მოვიდა ზახაროვა, მაგრამ დაფიქრდი, გინდა მოსვლა თუ არ გინდა მოსვლა მასთან შეხვედრ რასთანო და მე ვთხარი მოურბი ვარ. მივედი აუდიტორიაში დაგვიანებით, ყველა რაღაცა იდილია აქვს. პირველი 10 წუთი გავჩერდი, ესენი ეკითხებიან იმას, რის გაგონებაც მას უნდა, ის პასუხობს სპიკერის როლში დამაჯერებლად რაღაცა და ძალიან დამწდა გული ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ვიფიქრე რა უნივერსიტეტია ჩვენი რომ ეს ასე კომფორტულად გრძნობს თავს ჩვენთან და შეიძლება შეილთანაც შინაგანად რაღაცნაირად ვხელავ, იმიტომ რომ ველოდები კომპლექსს, მთლიან აუდიტორიას, ბევრი ხალხია და ენერგეტიკულად მიჭირს, ვიხდით? შეიძლება ხელი ავწიო, შეიძლება ხელი ავწიო, კი თქვენ დიახ მე და დავიწყე შეკითხვა რომ პირველი სადაა ის 2000 ადამიანი რომლის კვლელობაში თქვენ ჩვენი ხალხი დაადანაშაულეთ და გამოიყენეთ ეს როგორც საბაბი ჰუმანიტარული ინტერვენციის შემოიჭარით სხვა ქვეყანაში და მეორე უთხარი აი რომ სულ რომ გადმოდიხართ აი მსოფლიო ოკუპაცია რომა როდის უნდა გაჩერდეთ სადაპირეთ გაჩერებას იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის დიდი პრობლემა გავაგზავნე სამი ნამუშევარი შვეიცარიაში, ორი ნამუშევარი ნიდერლანდებში. გავყიდე ხო. ორი ნამუშევარი ამერიკაში. ეს თანმიმდევრობით განვითარებულ დასავლეთში მე მაგალითად გაყიდვა ნახატების არ მქონია. ამიტომ ვფიქრობ რომ მეც ამ შანსი გაქვს. იმდენჯერ არ მქონდა მე შანსი ამ სფეროში პირველი 5 წელი. რომ მე მაინც არ გავაგდებ ამ ყველაფერს. ნახატი არის როგორც გოლფი, ან ტენისი, ან ელიტური რაღაცა ხელოვნება, აი ფერწერა. ხო და ის რომ მიგაქვს ყოველთვის გაგვირდებიან და ფიქრობ, აი მე ვარ ადამიანი, რომელიც დაინახეს, ან რაღაცას ვაკეთებ იმას, რაც სხვას მოწონს. და მე ეს დავთმო და უბრალოდ ფულის კეთებაზე გადავიდე, ხო? მომენატრება, ეხეთ აი ანტაშის დაგრა და რაღაც. აქ სტუმრებს როდის მიიღებ? შემდეგი წლის გვიან გაზაფხულს. ჩემი აზრით მიწის აი გასწორება და ნარგავების დარგვა და ესეთ რაღაცა ამ წელს. და რატო ასწორებ? არ მოგწონს ესეთი? რატო ვასწორებ და ახლა ამ ხელახებს რომ ამოვთხრი ეს იქნება მაინც რაღაცა ორმოების უსავით, ხო? ხო, მაგრამ ტყის განცდა გაქვს აქ. რო გაასწორებ არ იქნება ტყე. ეს განცდა აი იქეთ ამ ხარე მინდა დავტოვა, იქეთ არის ადგილი, რომელიც ზუსტად მაგისტრის მინდა დავტოვო. იმიტომ რომ ეს პერიმეტრი არის სწორი. როდესაც მე ეზოს გავასწორებ, ხო? დინარესთან მინდა გავიდე რაღაცნაირად უფრო კომფორტულად? ხო, უფრო კომფორტულად. ხო და რატო აქ ხო გური აღარაა? რატომ აღარა? შეიძლება ყველა დრო თავის ეპოქას ასახავს. ეს არის გური აღარ არის, აი ეს აქ ხო ამიტომ ჩამოდიხარ ოღრო-ჩოღრო, ორმოში ფეხი უნდა ჩაგივარდა ეს. საინტერესო მასაზე ვთქვით, იცით, მაგრამ ამაზე ვიფიქრებ მე. თქვენს თაიგულებს დავარქვით სიყვარულის თაიგულები. ჩვენ არ გვეშინია ძაღლის, თუ არ გვიყვენს, თუ ავია? ავია? არა, ავია.
თუ არ გვიყვეს ჩვენ რა სილამაზისეზო გაქვთ როგორ აიცი მაინც ის ბახმაროს თები რო ჩანს მაინც ისეთი სიცივე დაუბერავს რომ პლედები დამჭირდება ხოლმე და რა ვიცი კოცონი რაღაცა სიმშვიდესთან სიყვარულთან ჰარმონიასთან საუბართან უკავშირთან ასოცირდება მაგასთან ასოცირდება ეს მაკიაჟით ვინ არის ეს მე რა დილით ვიკეთებ ხოლმე მაკიაჟს ესეც იკეთებს კი არა თუ ეხა პომადა არ წაისვა ისე არ შეუძლია რა იპლანჭება ძალიან უხდება მაკიაჟი ჩემი აზრით ჩვენ აქ დავждეთ ინტერვიუზე მოდი დავიწყოთ ჩემი სიყვარულის ისტორიით ამას წელს გათხოვდი 24 წელს გავთხოვდი ძალიან ისეთ ასაკში კი არც ისე პატარა ასაკში მაშინ ოჯახი რატო წინააღმდეგებოდა მამა რატო არ გალაპარაკებოდა ჩემი მეუღლეს პირველი ქორწინება ჰქონდა ჩემამდე და ყავს ორი შვილი ამიტომ იყო ოჯახი წინააღმდეგი თავიდან ვფიქრობდით რომ საზღვარგარეთ ხوار გავიპაროთ და თან საზღვარგარეთ ხوار წავსულიყავით და რა მე რაღაც იზავენ მეთქი და თან რომ მოინატრები მშობლებს ხო იცით რა ვიცი რა ადვილად შეგვირიგდებიანო მაგრამ ერთი სიტყვით მე დაჩქარდა ჩვენი ქორწინება იმიტომ ჯერ არ გეგმავდით იმიტომ რომ ახლობლებმა გაიგეს რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა და რა ვიცი გაგიჟდნენ გადაირიენ რომ რას ნიშნავს გაგიჟდნენ გადაირიენ ესე იგი შენ დატოვებ სამსახურსაც ყველაფერსაც შენ ჩვენი იმედები არ გაამართლეო და წამოხვალ დაждები სოფელში და რა ვიცი რა სოფელში რო ჩამოვედი აქაც საქმე ვნახე მაგრამ ეხა მაშინ ვინ იფიქრებდა მე რას გავაკეთებ ანუ თქვენს ოჯახს გაუჩნდათ შიში რომ ბათუმში რასაც მიაღწია სამსახური იპოვა ფეხზე დადგომას იწყებდი ეს ყველაფერი უნდა დაგეთმოს სიყვარულის სანაცვლოდ ეს ყველაფერი კი ბატონო უნდა დამეთმოს სიყვარულის სანაცვლოდ მახაზი რო თავის ისტორიებს მიყვებოდა მას ცხოვრებაში რა გადახდა რა გამოიარა და ანუ ადამიანს ჰქონდა დაკარგული ცხოვრების ხალისი რა საერთოდ ვერასდროს ვერ წარმოიდგინა თუ კიდე შექმნიდა ოჯახს და კიდე შეუყვარდებოდა და თან არ ვიცი ამ დოზით იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი მართლა და ბევრი რაღაცა ბევრი პრობლემები გამოვიარეთ ბევრ ამას დაუპირისპირდით კი ბატონო ეხა არ ჩხუბობთ მეთქი ვერ ვიტყვი იმიტომ რომ არა იდეალური სიყვარული არ ნიშნავს არ ჩხუბს ხო მე მაგალითად ერთი კვირა რო გავადა რამე საჩხუბარი თემა არა შემიძლია რაღაც ისეთი მოვიგონო მერთო კი ოჯახს დაუპირისპირდით ნათესავებს დაუპირისპირდით თქვენ თქვით რომ დაამტკიცებთ რომ გიყვართ კი დაამტკიცებთ რომ სიყვარულებს სასწაული შეუძლია მე რომ არ მქონოდა ეს სიყვარული ამდენ რამეს არ გაუძლებდი ანუ რო გავყევი დაპირისპირება აი რამოდენიმე ახლობელი დღესაც არ მელაპარაკება ვითომ მე შევარცხვინე გვარი მაგალითად ანუ ესე უყურებდა რამოდენიმე რა სიყვარულის სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღე სიყვარულმა გაიმარჯვა და ფეხმძიმდი და წავიდა ქმარი ემიგრაციაში იმიტომ რომ ოჯახი გადაერჩინა შიმშილს კი ჩვენ 8 წელი ვცხოვრობდით ერთად და ცალ-ცალკე არ დარჩენით არა არასდროს არ დარჩენილად ერთადერთი 8 წლის მანძილზე ერთმანეთის გარეშე არ გიცხოვდით ერთმანეთის გარეშე არ სოფელში ჩამოვდიოდით შაბათკვირობით ვისვენებდით ინტერნეტში მოვიძიე რომ იყიდებოდა ბინა დასრულებულ კორპუსში მე და მახაზი ვიმუშავებთ და გადავიხდით მეთქი მისთვის ურცხვიყო ზოგადად ესეთი სიახლეები აი ძალიან აშინებს აჰა ამ დროს შენ გინდა რომ მიწახვიდი ამ რისკებზე და მახაზი ვერ ბედავს ეს ჩვენ ქალებს გვინდა რისკებზე წასვლა და კაცები ვერ ბედავენ ეს არის ჩვენი ცხოვრებაც არა მეთქი წავედი ხელშეკრულება გავაფორმე და ვიყიდე ბინა ხალხი ახლა ეიფორიაშია მოდიან გვილოცანი ძრავი ქონება ვიყიდეთ ისა ესა და ამასობაში ჩემი მეუღლეც მოუწია სამსახურიდან წამოვიდა ჩემი ძმა იყო პოლონეთში წასული 2 წელი მუშაობდა და იქ გაჩითული ქონდა ისეთი ადგილი რომ ანუ ეხა ჩადიხარ საზღვარგარეთ მაგრამ სამსახურის დრო ეძებო ცოტა რთულია რა და მახო ჩამოდი აგე რაღაც ისეთი არის $800 მაინც იშოვი და სანამ გაგიჭირდება და მე არ ვიცი ამას ალბათ ძალიან დიდი ხანი ფიქრობდა და ერთი დღე მეუბნება რომ მაია სხვა გამოსავალია რა უნდა წავიდეო რა ვიცი და შენი ემოცია ხარ როგორც მინიმუმი 3 წელი ჩემი მე რა უნდა გავაკეთო 3 შვილით ქალაქში მარტო რა უნდა გავაკეთო თან პატარა შვილით ეხაო ტირილებიო ამბებიო არ გამაგონო სხვა გზა რაო მაშინო სხვა ალტერნატივაო რაღაცა გამოვნახოთო მაგრამ ვერ ვნახეთ ანანუკა სხვა ალტერნატივა იმ წუთში არ არსებობდა ჩამოვწერეთ ეს ყველაფერი გაავანალიზეთ და წასვლამდე პრობლემები ჩამოწერეთ. სამი წელი წამით ეს არის ძალიან მაგარი ფსიქოლოგი. ამას სწავლობენ ინსტიტუტებში, რომ ყველაზე მთავარი რჩევა არის, როდესაც შენ პრობლემები გაქვს წინაშეც ქაოსურად გახარ, ეს ნახე რა შინაგანად როგორ მოგცა იმპულსი შენმა თავმა სწავლის გარეშე არც ინსტიტუტები დაგიმთავრებია, არც ცნობილი ფსიქოლოგები ყოლია და იცი რომ რაღაცა ინსტინქტმა გითხრა რომ ძალიან მაგარი მეთოდია, როცა პრობლემები გაქვს და ქაოსში ხარ და ვერ ალაგებ
უნდა ჩამოწერო. და უნდა იკითხო რა, იმიტომ რომ თუ ამ პრობლემას სათაურს და სახელს დაარქმევ, შეიძლება ის პრობლემა საერთოდ გააქრო და პრობლემებში აღარ იყოს. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტინქტით იხმძღვანელეთ, რომ ჩამოწერე პრობლემები, რო წაიკითხე, ყველა პრობლემად დარჩა? ყველა პრობლემა დარჩა, მაგრამ პრიორიტეტები განსაზღვრეთ, რომელი იყო თავში, რომელი მე. ეს ყველაფერი ჩამოვწერეთ და 3-4 წელი უფრო შევამცირეთ და წელიწადნახევრამდე დაიყვანა. წელიწადნახევრამდე ან მაქსიმუმ 2 წელი დაგვჭირდეს. ქალაქის ბინა გააქირავეთ, სოფლის ბინაში სახლში ჩამოხვედით, მალხაზი პოლონეთში წავიდა და გამაცილებოდა არა მეუთხარ. ვერ ამეთქი რა, არ არსებობს მეთქი. იმიტომ რომ არ შემიძლია ეს ცრემლები და ანუ რა არის იცით მე მაინც ჩემს თავს ეხა მიკვირს რომ ჩემს თავს რატო ვიტანჯავდი და ჩემს თავს ვიმშვიდებდი რომ შენ მაგარი ხარ. კიდე რა სონებოდი შენ თავს? ცრემლები არ უნდა დაანახო რა, არ უნდა იტირო. არასწორია. ცრემლები უნდა დაანახოთ, ვისაც გინდათ და იტირეთ, როცა გინდათ. ფანტასტიკური თერაპია ცრემლები. ხო, ერთხელ შეყვარებულები რომ ვიყავით, მაშინ იტირა, დავინახე რომ როგორ ტიროდა და მაშინ რომ ჩამეხუტა მე და ნიაკოს, ნიაკო მაშინ 2 თვის იყო, რომ წავიდა და წავიდა. რავი, რო ჩავიდა ეგრევე მოეწყო სამსახურში, დაიწყო მუშაობა, მაგრამ აქ დარჩენის დღეები იყო, აი, არ ვიცი რა. ვერ ავწერ. ყოველ საღამო რამდენი დღე ვტიროდი, ალბათ არ ვიცი. არც ოღონდ არავისთვის არ დამინახებია ეგ. აი მართლა. მართლა არ დამინახებია. ცოტა რაღაცა მაშინ ფსიქოლოგია ლამის შემერყა მეთქი ისე ვფიქრობდი, იმიტომ რომ რა იცი, როცა გიჭირს უნდა თქვა. ან მას უნდა უთხრა. კი. კი, როცა გიჭირს უნდა თქვა. რაც გიჭირს ვილაპარაკ. როცა ხო, ერთხელ ანასტასემ და რატო ტირი ხარო, მამა მოგენატრაო? ვაი! და მე ჩემაქონა ვითომ TikTok-ზე მუსიკები, მის სასიყვარულო სიმღერების მოძღვნა დაიწყო და მთელი ამბები და ეხა რა ხდება? რას ვაკვირდებოდი? ესეთი, ნუ ერთმანეთი გვიყარდა, მაგრამ თლად ესეთი რომანტიკულიც არ იყო და ამ ყველაფერს ვერ გამოხატავდა. ეხლა რო წავიდა სიშორე ეს ყველაფერი კიდე ნახე როგორ აიწია სიყვარულის გამოხატვა. ხო და რომ მივდიოდი სადმე ის აუ რა მაგარი ქმარი ყავსო და მეებს გიძღვნისო. ისე რას ვიცახიცი, ცოტა კარგიც დარჩა, რა თქმა უნდა რთული იყო, მაგრამ ბევრი რაღაცები დამანახა მაგ ყველაფერმა. რომ მართლა მაგარი ქმარი მყავს, მართლა კარგი ბიჭია და რომ შენი სიყვარულის არჩევანი სწორი იყო, ყველას წინააღმდეგ წასვლა სწორი იყო. ბევრმა დათმა სიყვარულის სწორი იყო. ბევრმა მაშინაც დაინახა, რომ აი როგორ ძლიერი ყოფილა ჩვენი სიყვარული. კარგი გოგო ხარ. პარალელურად ატყობინებდი შენქმას რომ მისცი დასაბრუნებელი სპეცოპერაცია დაწყებული გქონდა. მაია რეებს შვებიო რა. თავიდან ყველაფერს არ ვეუბნებოდი. ეს რო დავიწყე ხა. სწავლაზე ცოტა დამიწყო რომ ბავშვებიო ისა ასე რამდენი საქმე უნდა გააკეთო მეთქი, მაგრამ არა ამ საქმეს ეს პარალელურად ჭირდება და განათლებაც უნდა მივიღო ამ სფეროში აუცილებლად და გამომადგება მეთქი. მე როგორ აქცია ბიზნესად. კი, გახსენი ყვავილების მაღაზია. ჩემს დას შევთავაზე რომ გავხსნათ მაღაზია და ვიყოთ ერთად რა. ერთი ოჯახად ვიყოთ და ვიმუშაოთ მეთქი. გავხსენი მაღაზია და ესე წავიდა ნელა-ნელა ყველაფერი კარგად. აი კარგად რა წავიდა, იმაზე მეტი შემოსავალი მოგცა, რასაც ელოდი? კი, იმაზე მეტი შემოსავალი მოგცა, რასაც ველოდი, კი, ხო, მაღაზიის გახსნამ და ჩემს მარტოობას ნელა-ნელა ვფიქრობდი, რომ დავასრულებდი რა. ამით. ქმარს ჩამოიყვანდი. ხო, ქმარს ჩამოვიყვანდი. მაღაზია რომ თოში გახსენი? მაღაზია გავხსენით აპრილში. აჰა. წარმოიდგინე, მაისში ქმარი წავიდა, ხახნო გაითვალისწინეთ. ივნისამდე უკვე იდეა გაუჩნდა, უკვე გაიგო რომ უნდა ისწავლო, სტუდენტი გახთა.
აპრილში უკვე მაღაზია აქვს. ანუ ეს არის გურული ცეცხლი. I was tending bar down at the beach, sleeping in and getting paid. It was the days of endless summer. I thought I had it made. We'd pile in my red Wrangler, kill time and cruise around, park up on the dunes and watch the sun go down. I was 21 and having fun. საერთო ფოტო ქონდა ერთი გადაღებული და ის აი ყოველ მაშინ გავხდი ყველაზე ცუდად ეს ფოტო მიიტანა ანასტასიამ შემაძლოდ მაშინ და პატარას ესე აჩვენებდა რა ეს მამაო და ეს ფოტოებით აცნობდა მამას ხო და აი მაშინ თქვი რომ უფრო მეტად უნდა მოვიქოქო ესე ვთქვათ და ყველა უფრო დავაჩქარო უნდა რა ყველაფერი უნდა გავაკეთო ზუსტად იმიტომ უნდა ვისწავლო იმიტომ უნდა ვიშრომო ყვავილების ამბების შემდეგ გადავწყვეტ რომ საერთოდ აღარ მინდა და ქალაქში წასვლა არ ფიქრობდი და აი სად ვიცხოვრო ეხა რა რაღაცა მინდა რომ ტყეში სადმე ბუნებაში მქონდეს ერთი პატარა ხილსახლი ესეც უცებ თავში ეს მივდივარ და მამაჩემს ვეუბნები რა ესე მაქვს გეგმაში და უნდა გავაკეთო მეთქი დავიწყეთ აი რა რაც ზუსტად მე ბებო მყავს 85 წელს ბებო ეხა ბათუმში წასული ისიც გვეხმარებოდა დილით რო ავდექი ამოთხრილი იყო უკვე სტოლბები რომ მამაჩემ ერთ მისი მეგობარი დაეხმარა და რომ დაიწყო ყველაფრის გაკეთება და პარალელურად მახაზის ვეუბნები ამასაც ვაკეთებთ მეთქი და ალბათ იქიდან ფიქრობ და რა შვება ეს ქალი გაგიჟდა ალბათ ყველაფერს შეესია იქ გოხი იქ სწავლა იქ მაღაზია იქ ყვავილი იქ ბარდი იქ ყაყაჩო რაღაც არ უყურია კარგა ხანია რამდენი ხანი არ უყურია ზანკაია მერე არ ვიცი რაჭით ხოდა ჩემ ხმაზე ავაყურე მე რომ დავიწყე ლაპარაკი ბახახად იქ ყველაფერი სილამაზე დავინახე უცებ ვიფიქრე მაია ანუ აქ თუ არ შეიძლება ყველაფერს გაკეთება რატო არ შეიძლება რომ გურიაში გააკეთო კარგი მაღაზია დავიწყეთ უკვე ეხა ეს კოტეჯის ამბების დაწყებული გვაქვს რაღაცას ვიზავთ ნელა-ნელა რაღაცა იქნება იქ აწარმოებდა მიუარა და აი დამინგრია ჩემი ოცნებები მაგრამ არ ვიცი აწარმოე საქართველოს გადახედეთ გადაწყვეტილებას ხო ისიც არ ვიცი ძალიან დამინგრია ოცნებები მეთქი იმიტომ რომ ეხა უკვე გახსნილი უნდა მქონოდა რომ გავსულიყავ იმიტომ რომ ინვენტარი შეტანა მინდოდა და რაღაცები მაგრამ არ ვიცი ფიქრობ ოცნებები ხდება მეთქი რა შენთან რო ხართ აი არ ვიცი ეს შეიძლება არ ვიცი ხა წარმოუდგენია ხო არ ვიცი საიდან დამირეკეთ მაგიც მაინტერესებს სად მომძებნეთ ეხა შემოსავალი გააქვთ ეხა შემოსავალი ყვავილებით გვაქვს ძალიან ცუდა თქვენ ხედავთ ალბათ ჩემი მშობლები არ არიან სახში ძალიან ცუდია, ანუ ემიგრაცია ჩემი ოჯახისთვის ძალიან დიდი ტკივილია, აი მართლა. ორივე ემიგრაციაში არიან? კი. დედას და მამაც? კარგით რა. იტირე მერე. იმდენი მალე ცრემლი ყველას თვალს არავის არ ენახა, არავის არ ენახა, ეს საქვეყნოდ გატირეთ, ხედა? ნუ თვეებით არ არიან წასულები, მაგრამ მაინც ეხა უწევთ რა წასვლა. მამაჩემს ყოველთვის აფულობით, დედასაც. არა და დედას არ შეუძლია. რამდენი თხა აწარმოე საქართველოს? 30. და რატო გითხეს უარ? ვიცი. რაღაც არა კარგი ხულებიც კი მქონდა, მაგრამ არა ვიცი, მაგელი ხო არგუმენტები არ მოყავთ მაგათ. რატო ამბობენ ვარს? მალხაზი ჩამოვიყვანე, მაგრამ ისე მინდა იყოს, რომ არც შემშობლებს არ მოუწიოთ ეგეთ. ანუ შენ თუ ხა ამას დაასრულებ ამ კოტეჯს? ხო, ბევრნი ვართ ოჯახში და დავსაქმდებით ყველა. ანუ ეს კოტეჯი უკვე მოგცემ შემოსა. კი რა თქმა უნდა, ხა სხვას დოაძლევს, ჩვენ რატო არ შემოგცემს? ჯერ გურია ზოგადად ჩოხატაური ტურისტული ადგილია და სადაც ბახმაროა და სადაც ნაბეღლავია, რატო არ უნდა ჩამოვიდეს? ზოგადად არის მოთხოვნა ეხა. სადაც კოტეჯი? კოტეჯი აი იქეთ გვაქვს. პირდაპირ მხარეს. ანუ ეს გაქვს შავი კარკასი. შავი კარკასი, კი. ანუ ამის დასასრულებლად გინდა 30000. კი, 30000 მინდოდა და 6000 ჩემი თანამონაწილეობით. იგიც არ ვიცოდი სად უნდა მეშოვა. ჯერ ერთით დავიწყებ მეთქი და მე იმედია ნელა-ნელა რო წამოვიდო და მუშაობა დავამატებთ კიდე, იმიტომ რომ არის ეს 5000 კვადრატია. მე ძალიან ხშირად მithქვამს, რომ როდესაც გვეწყება შფოთვები, დეპრესია, უძილობა,
ერთის მხრივ უნდა მივიდეთ ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან, თუმცა მანამდე სასურველია რომ ჩავიტაროთ ჩვენი ორგანიზმის კვლევა ბეჯგუფის ვიტამინებზე, კვლევა დეჯგუფზე, კუჭნაწლავის კვლევა და კიდევ მთელი რიგი ჩამონათვალი, რომელსაც როგორც წესი, კარგი თერაპევტები გურჩევენ ხოლმე და მათ შორის კარგი ფსიქიატრებიც. ერთ-ერთი დანამატი, საკვების დანამატი, ერთ-ერთი ვიტამინი, რომელიც ამ დროს აუცილებელია ხოლმე, არის D ვიტამინი, თუმცა მანამდე აუცილებელია ანალიზი. D ვიტამინი არის ზამთრის ვიტამინი, ესე ამბობენ, იმიტომ რომ ზაფხულში D ვიტამინის სიამდვილეში რა არის? მზის ენერგია. და რადგან ზაფხულში ჩვენ ბუნებრივად გვაქვს და სასურველია, ამიტომ რომ მზის აბაზანები ხშირად მივიღოთ, თუ ეს არ გვკმარა ან ვერ ვახერხებთ, როგორც წესი ზამთარში ვიღებთ აი ამ დანამატს. იმ შემთხვევაში თუ გვაქვს სისუსტე, დეპრესია და გუნება განწყობილების მოშლა, მორღვევა. მაგრამ მანამდე ვიდრე ამის მიღებას დაიწყებთ, სასურველია რომ აიღოთ ანალიზი, სასურველია რომ აიღოთ რეკომენდაცია და რეკომენდაციის შემდეგ უბრალოდ მე ამ ბრენდს ვუწევ. ნახეთ, გირჩევთ აი ამ ბრენდს, ბიუღის ბრენდს. ეს არის დაცული, ეს არის წლების განმავლობაში პოზიციონირებს ბაზარზე. აქ კი თქვენ წაიკითხავთ, რომ ძვლოვანი სისტემისთვის არის ძალიან კარგი და ასეც არის. მაგრამ იცოდეთ, რომ ამის დანიშნულება სინამდვილეში თქვენთვის ხასიათის და განწყობის შექმნაც არის.